მოსადმა გაანადგურა ირანის გეგმები ტრამპის მკვლელობის შესახებ, სანამ ეს მუქარა შიდა საუბრებიდან რეალურ ოპერაციად გადაიქცეოდა. ისრაელის დაზვერვა ვაშინგტონში ჩავიდა ახლო აღმოსავლეთში ახალი დაძაბულობის აფეთქების ფონზე და შეერთებული შტატების პრეზიდენტი კვლავ თეირანის მიერ დაპირებული შურისძიების ცენტრში მოაქცია. The Wall Street Journal-მა 2026 წლის 9 ივლისს გაამჟღავნა, რომ ისრაელის ოფიციალურმა პირებმა ინფორმაცია გადასცეს ირანის სავარაუდო ახალ გეგმაზე დონალდ ტრამპის წინააღმდეგ. რამდენიმე საათის შემდეგ ჟურნალისტ ბარაკ ჰაუიც მიაწერეს განახლება, რომელმაც ორი მაღალი რანგის ამერიკელი ოფიციალური პირის ციტირებით ამ აღმოჩენის მნიშვნელობა შეამცირა. მასალაში არ ჩანდა ორგანიზებული მოქმედება, გუნდი, თარიღი, ადგილი ან განსაზღვრული მეთოდი. მხოლოდ ირანელი ფიგურები განიხილავდნენ მიზნის მიღწევის შესაძლებლობას. რეჟიმი უკვე დაკავშირებული იყო ოფიციალურ ბრალდებებთან, ტრამპის წინააღმდეგ გეგმებთან დაკავშირებით. ის პრეზიდენტს ქასემ სოლეიმანის სიკვდილის სიმბოლოდ იყენებს და ახლა ალი ხამენეისაც იყენებს, როგორც კიდევ ერთ მიზეზს შურისძიების მოთხოვნისთვის. ისრაელმა იმოქმედა მანამდე, სანამ საუბარი სტრუქტურას მიიღებდა, გაანადგურა სიურპრიზის ფაქტორი და ვაშინგტონი მაქსიმალურ მზადყოფნაში ჩააყენა. ზუსტად რა იქნა გადაჭერილი? როგორ შეძლო ისრაელმა ამ საუბრებთან ასე ახლოს მისვლა? ახლავე ყველაფერს გეტყვი. თუ ასეთი პირდაპირი და უშუალო კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ყოველდღე ესეთ ვიდეოებს ნახავ. საწყისმა ინფორმაციამ ისრაელის მიერ მიწოდებული მასალა აღწერა როგორც ირანის ახალი მცდელობის ნიშანი, შეერთებული შტატების პრეზიდენტის მკვლელობის მოსამზადებლად. ისრაელმა მასალის წყარო არ დააკონკრეტა და ირანის მთავრობამ არ აიღო პასუხისგებლობა არც ერთ ოპერაციაზე. საფრთხეს განზრახვასა და ოპერაციულ გეგმას შორის განსხვავებამ დებატებში მთავარი ადგილი დაიკავა. ბარაკ ჰაუიტმა შეიტანა სისწორე, მაგრამ მნიშვნელოვანია. ირანელი ფიგურები ამ საკითხს განიხილავდნენ, თუმცა არ არსებობდა ის ელემენტები, რომლებიც ჩვეულებრივ მიუთითებს უკვე მიმდინარე ქმედებაზე. საჯაროდ არ დადასტურებულა არჩეული აგენტები, განსაზღვრული დროის გრაფიკი ან აღმასრულებელი მზადება. საწყისმა ვერსიამ ძალა დაკარგა, მაგრამ პოლიტიკური პრობლემა კვლავ დარჩა. რეჟიმთან დაკავშირებული პირები ომის დროს ტრამპის მოკლას განიხილავდნენ, მაშინ როცა ვაშინგტონი ცდილობდა გადაეწყვიტა დარჩა თუ არა მოლაპარაკებისთვის ადგილი. ისრაელის მოქმედებამ ამერიკის უსაფრთხოების ყველაზე მგრძნობიარე და უგულებელყოფილ წერტილს მიაღწია. თუნდაც არ არსებობდეს საჯარო მტკიცებულება მზადყოფნის მისიის შესახებ, ინფორმაციის წინასწარი გაზიარება, ტრამპის დაცვის გაძლიერების, კონტაქტების თვალთვალისა და იდეის წინსვლის აღკვეთის საშუალებას იძლევა. ბავშვობიდანვე ამ შხამით გაზრდილი ადამიანი ხდება სახელმწიფო სისტემის დამცველი. თუ ძალაუფლება არსებობს, პოლიტიკაც არსებობს. ეს ასეა. გინდა აქედან გააგრძელო. რა თქმა უნდა. სადაც არ უნდა ვიყოთ, ვის შეგვეხება? გაერთიანება. ვინც ჩვენ გვიწევს, ის წაგებს. 6 დღიანი ომიდან 2 კვირის შემდეგ დაიწყო გამოფიტვის ომი. 6 წლის შემდეგ იყო იომ კიპურის ომი. ბევრი ამცნებზე საუბრობს, როგორც ფენომენალურ პერიოდზე. აქ არის ის მომენტი, როცა მოსადი გადამწყვეტ როლს ასრულებს. ისრაელს არ დასჭიროებია დაელოდა თავდასხმის დაწყებას, რომ ვაშინგტონი გაეფრთხილებინა. მხისიერი ეფექტი იყო სიურპრიზის დასრულება, კულისებში განხილული საფრთხის გამჟღავნება და ნებისმიერი ირანული ნაბიჯის ფასის გაზრდა. წარსული გამოცდილება არ აძლევს საშუალებას ეს საქმე უბრალოდ საუბრად ჩაითვალოს. 2024 წლის ნოემბერში შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა ფაჰად შაქირი დაადანაშაულა. შაქირი, რომელსაც მიიჩნევენ რევოლუციური გვარდიის აქტიურ წევრად, დაადანაშაულეს იმაში, რომ მას დაავალეს დონალდ ტრამპის მეთვალყურეობა და მისი მკვლელობის მომზადება. ბრალდების მიხედვით რეჟიმი ამერიკული ოპერაციის გამო შურისძიებას ცდილობდა, რომელმაც 2020 წლის იანვარში ბაღდადში ყასემ სოლეიმანი მოკლა. შაქირი ირანში დარჩა, მაშინ როცა ქსელთან დაკავშირებული სხვა პირები შეერთებულ შტატებში დააკავეს. იმ პროცესმა წარმოადგინა სახელები, კონტაქტები, ბრძანებები და დავალებები. ახალი გაფრთხილება ჯერ საჯაროდ ამ დონეს არ მიაღწია, მაგრამ ის წარმოიშვა იმ ფონზე, რომელმაც უკვე გამოიწვია კონკრეტული სისხლის სამართლის ბრალდებები. დონალდ ტრამპი იცის, რომ ის ჩვეულებრივი საფრთხის წინაშე არ დგას. ნატოს სამიძე ანკარაში მან კვლავ აღნიშნა, რომ ირანის სიებში ფიგურირებს და რეჟიმის ხელმძღვანელები საშიშებად დაახასიათა. მოგზაურობის უსაფრთხოებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოდა ახალი ისრაელის ინფორმაცია მაშინ გამოჩნდა, როცა ტრამპი და ბენიამინ ნეთანიაჰუ კონტაქტზე იყვნენ ამერიკული ქმედებების შესახებ სპარსეთის ყურეში. მიუხედავად ომის ტემპისა და შესაძლო დიპლომატიური გამოსვლის შესახებ არსებული უთანხმოებებისა, ორივე მთავრობა კვლავ დაკავშირებულია დაზვერვით და მიზნად ისახავს ირანისთვის რიტორიკის თავდასხმად გადაქცევის აღკვეთას.
ირანის мотиваცია კიდევ უფრო გაძლიერდა ალი ხამენეის გარდაცვალების შემდეგ. ყოფილი უმაღლესი ლიდერი მოკლეს 2026 წლის 28 თებერვალს თეირანში, აშშ-სა და ისრაელის შეტევის დროს. მისი დაკრძალვა დასრულდა მაშჰადში. მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში ირანსა და ერაყში უამრავი ადამიანი ესწრებოდა შეძახილებითა და ბანერებით შურისძიების მოთხოვნით ტრამპის, ნეთანიაჰუსა და სხვა ოფიციალური პირების წინააღმდეგ. ირანის სახელმწიფო მედიამ განაცხადა, რომ 43 მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა ამ ღონისძიებებში, თუმცა ეს რიცხვი დამოუკიდებლად არ დადასტურებულა და ირანის მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს წარმოადგენდა. რეჟიმმა დაკრძალვა გამოიყენა იმისთვის, რომ გლოვა პოლიტიკურ მობილიზაციად ექცია და შურისძიების იდეა გაეძლიერებინა. ეს გარემოება ხსნის, რატომ გაჩნდა ირანულ წრეებში საუბრები დონალდ ტრამპის მოკლის შესახებ. სოლეიმანი უკვე გამოიყენებოდა როგორც არგუმენტი ამერიკის მთავრობის წევრების მიმართ მუქარებისთვის. ხამენეიმ გაზარდა შურისძიების სიმბოლური მნიშვნელობა. რეჟიმი ცდილობს აჩვენოს, რომ მისი მეთაურებისა და ლიდერების სიკვდილს ფასი ექნება, მაგრამ ის სერიოზულ სისუსტეს აწყდება. მისი კომუნიკაცია, შიდა ქსელები და მოკავშირეები მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ არიან. რაც უფრო მეტს ლაპარაკობენ ოფიციალური პირები, მით უფრო დიდია შანსი, რომ ისრაელი დააფიქსირებს სიგნალებს და შეერთებულ შტატებს მიაწვდის ინფორმაციას, მანამ სანამ რაიმე იდეა მომწიფდება. გაფრთხილება გავრცელდა თითქმის ჩაშლილი მოლაპარაკების ფონზე. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან შეთანხმება დასრულებულია ჰორმუზის სრუტეში ახალი თავდასხმების შემდეგ და მან ახალი სამხედრო მოქმედებები დაამტკიცა. ამავე დროს მისი გუნდის წევრები აგრძელებდნენ მუშაობას ტექნიკურ არხებში. კატარმა, პაკისტანმა, თურქეთმა, ეგვიპტემ და საუდის არაბეთმა შეინარჩუნეს კონტაქტები ვაშინგტონთან და თეირანთან, რათა თავიდან აეცილებინათ სრული კოლაფსი. რეგიონული შუამავლები ცდილობდნენ შეთანხმების აღდგენას, მაშინ როცა თეთრი სახლი აფასებდა ახალ სამხედრო ზომებს და ცდილობდა ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნას. შუამავლებს შორის გავრცელებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ ახალი ესკალაციის ნაწილი შესაძლოა თავად რეჟიმის შიგლით, შეთანხმების მოწინააღმდეგე ჯგუფებს შორის გაჩნდა. არსებობს ეჭვი, რომ უფრო რადიკალურმა ელემენტებმა გამოიყენეს თავდასხმები ყურეში, რათა გამოეწვიათ ამერიკული პასუხი და დაეხურათ დიპლომატიის კარი. ეს ვერსია ჯერ კიდევ დასადასტურებელია, მაგრამ ემთხვევა იმ შიდა დაპირისპირებას, რომელიც ხამენეის დაკრძალვაზე გამოჩნდა, როდესაც მოლაპარაკების მხარდამჭერებს მტრულად დაუპირისპირდნენ ის ჯგუფები, რომლებიც შურისძიებასა და ომს ითხოვდნენ. ირანის ერთი ფრთა ცდილობს დროის მოგებას, სამხედრო ზეწოლის შემცირებას და რეჟიმის დარჩენილი სტრუქტურის შენარჩუნებას. სხვა ფრთა ესკალაციაზე დებს ფსონს, ჰორმუზის სრუტეს ზეწოლის ინსტრუმენტად იყენებს და ტრამპთან ნებისმიერ საუბარს დანებებად მიიჩნევს. სამხედრო ზეწოლას ფასს ამერიკის შეერთებული შტატებიც იხდის. ნავთობის სტრატეგიული რეზერვი 1983 წლის აპრილის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. მთავრობამ ნავთობის გამოშვება გადაწყვიტა, რათა შეემსუბუქებინა ომისა და ყურეში არსებული სირთულეების გავლენა ფასებზე. დონალდ ტრამპი აგდელებს ირანულ პოზიციებზე ზეწოვას, მაგრამ მას სჭირდება, რომ კონფლიქტმა ენერგია შიდა პოლიტიკურ სისუსტედ არ გადააქციოს. ჰორმუზის სრუტის კონტროლი, მარშრუტების უსაფრთხოება და რეზერვის აღდგენა სამხედრო ბრძოლასთან ერთად მიმდინარეობს. თეირანი კულისებში შურისძიების ცოცხლად შენარჩუნებას ცდილობდა. ისრაელმა ეს საუბრები ღია ზეწოლად აქცია და სივცე დახურა, რომ ისინი ჩუმად არ გაზრდილიყვნენ. დიდი მადლობა, რომ ეს ვიდეო ბოლომდე ნახეთ. მხარი დაუჭირეთ ჩვენს პროექტს და ფინანსურად შეიტანეთ წვლილი იმ პიქსის გასაღების საშუალებით, რომელიც თქვენს ეკრანზე ჩანს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი არხი, რომელიც მიზნად ისახავს თქვენთვის სიმართლის მიწოდებას. თქვენი წვლილი გვეხმარება, რომ საქმიანობა გავაგრძელოთ.